ამაზე რომ არ ჩავწერო ვიდეო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩემ თავთან არ ვიქნები მართალი, შემდეგ ჩემს მსმენელთან და მაყურებელთან არ ვიქნები მართალი. ვისაც მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ რაც არის სათქმელი, თუნდაც ქართული ოცნების მიმართ, აუცილებლად ვამბობ და აუცილებლად ვიტყვი მომავალშიც და ჩემი უმთავრესი, აი ჩემი ვიდეოების თუნდაც უმთავრესი მიზანი არის, რომ აი ეს მანიაკი, სადისტი ვირიშვილები არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, იქ რაღაც ახალი პიარი დაიწყეს. ეხლა რო თითქოს ეხლა უარესი ხდება ვიდრე ნაცები დროს ხდებოდა, ამაზე შემდეგ ვიდეოს ჩავწერ, უბრალოდ ეხლა ამაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკო, ეს არის ლუკა ძაძამიას ფენომენი, ანუ თანამედროვე ყველოყუფარიობა, ყველას გახსოვთ დათა თუთაშიას, ну ეს წიგნში არ არის, ბევრ წიგნშიც გონია რომ წერია, მაგრამ ეს წიგნში არ არის, ფილმშია ჩამატებული. დათა თუთაშიას დასაწყისში, როდესაც ეს ყველოყუფარია შემოუჯდება ურემზე და ეუბნება, რომ აი ის თუ ვიღაც კაცმა კაცი მოკლა და იმასთანაც მიდი, იმასაც მივსამძიმრე, იმასთან რაღაც ეგეთი ამბები და ურმიდან რო ჩააგდებს დათა თუთაშია. აი მსგავსი ფენომენი, ну ოცნება, ქართული ოცნება სამწუხაროდ ამას პირველად არ აკეთებს, ამ ფენომენს ამკვიდრებენ, ეს ყველოყუფარიობის მაგალითს აძლევს საზოგადოებას. თუმცა მინდა ასევე გავცე პირველ რიგში პასუხი აი გამპრავებლებს, რომლებიც გამოხტებიან ეხლა აქაც და წინასწარ გაფრთხილებ, რომ არ გამოხტეთ რა. რომ რა მოხდა, ადამიანი აზრზე მოვიდა, რაღაც შეხედულება შეიცვალა, პატარა ბავშვი იყო 19 წლის და ეხლა მიხვდა და რა. ხალხო, მიხვდა, არავინ არ იძახის, რატო მიხვდა. და ძალიან კარგია თუ მიხვდა და ნეტავ ბევრი მასე მიხვდებოდეს და ნეტავ ყველა იქ გომი ან ვიღაცა მეტყვის ხა შენი ვიდეოების იდეაც ხო ეგ არის და აზრი რომ აი ეს ბავშვები აზრზე მოიყვანო იქ შემცდარი ბავშვები. კი, მაგი არის და უნდა მოვიდნენ ის ბავშვები აზრზე და ძალიან კარგია ლუკა ძაძამია რომ აზრზე მოვიდა. თუმცაღა იქ არის ერთი ძალიან ცუდი რომ ის საკრებულოს წევრად დაასახელა კახაკალაძემ, ეს არის საშინელება. რამდენადაც კარგია რომ ეს ბავშვი აზრზე მოვიდა. იმდენად საშინელებაა რომ ის საკრებულოს კანდიდატად დაასახელეს და თვითონაც აი ესე შეიფერა და გონია რომ აი ეს საკრებულოში ხედავ უნდა ანუ მისი ღირსეული ადგილია იქ. იგივე დათა თუთაშიადან რომ გავიხსენოთ მასე კაცო იქ ისიც ნანო თავყელიშვილი დაუშვათ იმაშვება ეპათხოდება ასე ვთქვათ დათა თუთაშიას, მაგრამ ის პასუხობს რომ მაშინ გამოვაო რომ მე შენ იმიტომ გადაგარჩინეო იქ ყაჩაღებისგან რომ მე შენთან რაღაცაო ჰაიუიო ხო. აი ეს არის ხალხო აქ დასაფიქრებელი, იგივე ბუდარა და ბუდარიხას შემთხვევაში ხო, იმიტომ კი არ იმიტომ ისე გამოვაო რომ იმიტომ დაგეხმარეო რომ მე შენთან რაღაც ანგარიშები გქონოდო. მოიცა ლუკა ძაძამია იმიტომ მოვიდა აზრზე რომ საკრებულოში შევიდეს, ასე ვთქვათ და უზრუნველი ცხოვრება აიწყოს. ეს ხო ლეგიტიმური კითხვაა და აი ეს არ შეიძლება ბატონო კახი კალაძე მსგავსი რაღაცების კეთება არ შეიძლება. ეს საზოგადოების მორალს, საზოგადოების ზნეობას ანგრევს. კი ბატონო, მოვიდა აზრზე პატივცემული ლუკა ძაძამია, ძალიან კარგი, ტაში დაუკრათ და ისწავლოს, გააგრძელოს სწავლა, იმუშაოს რაღაცა პერიოდი და დაგვანახოს ეს თავისი აზრზე მოსულობა რაღაცა სხვა მოქმედებებით, სხვა სიტუაციებით, აღარ გავიდეს იმ რაღაცა დეგენერატულ აქციებზე და პროვოკაციულ ნაცურ აქციებზე და რაღაცა წლების მერე კი ბატონო შეიძლება საკრებულოში წარადგინოთ და პრეზიდენტადაც წარადგინოთ ქართული ოცნების კანდიდატად პრეზიდენტობის, მაგრამ აზრზე მოსვლის თანავე რო საკრებულოში შეგყავთ ეს აზრზე მოსვლის წყარებში რა თქმა უნდა ესაა საშინელება. ესა თქვენ აი მე ერთი კითხვა მაქვს კიდე რას ერჩით ამბავს რა დაგიშავათ. ბავშვი იყო, ის აზრზე არ იყო, ვერ ხვდებოდა სულელება, მე თუ კითხავთ, ეხლა ყველაზე მეტად სულელია. ეს ბავშვი და ლუკა ძაძამიას მოდი მივმართავ, ეხლა მე ვიჩემ ფეხები ვარ მაგისთვის, მაგრამ ნუ მაინც რა შვილოთი მივმართავ, ჩემ შვილზე უმცროსია ეს ბავშვი, ჩემ შვილებზე უმცროსია, ორივე შვილზე უმცროსია. შვილო, შენ მოისპე იმიჯი, ისპოფ იმიჯს. შენ გვერდით მდგომებსაც არ ეყვარები, შენ რა გონია შენ რადგან იქ დაჯდები საკრებულოში, შენ ვისი სიითაც შედიხარ საკრებულოში, იმათაც ეზიზღები დამიჯერე.
იმათ შეიძლება ეხლა არაფერი არ გითხრან კი არა შეიძლება სოციალურ ქსელში რაღაც გაправებები ატვირთონ და ძალიან კარგი ბავშვი რო აზრზე მოვიდა და ჭკუაზე რაღაცები დაგიწერონ, მაგრამ რეალურად იმათაც ეზიზღები. იმათ ხო ეზიზღები ვისგანაც წამოხვედი. აი მაგათაც ეზიზღები, ვინც ტაშ გიკრავენ და სასაკრებულოში შენ გვერდით და შენ გუნდში ბჭყალებში იქნებიან. გული ერევად შენზე დამიჯერე. მე უბრალოდ ისინი ამას ვერ იტყვიან თვითონ საკრებულოში და თვითონ აი მაგ პოლიტიკურ გუნდში არიან, თორე ოცნების ყველაზე მხურვალე ხარდამჭერებიც კი საშინელებებს გიწერენ სოციალურ ქსელში. შენი ცხოვრებაა შვილო ეს. არ შეიძლება ესეთი ნაბიჯების გადადგმა ცხოვრებაში. ჯერ კიდე გაქვს დრო, მოდი რა კაცურად ადექი, ვაშკაცურად თუ მართლა აზრზე მოხვედი და თუ მართლა რამე ჭკუა გაქვს თავში, შენ თვითონ თქვი. უარი, კი ნუ დაიჯგიმები იქ და აი მე წარმატკინეს და ახალგაზრდების ხმას შენ არანაირად არ იქნები. ახალგაზრდების ხმა საკრებულოში ეგ ტყუილია. შენ იქნები ღამურების ხმა საკრებულოში და აკაკი წერეთლის ღამურა კიდევ ერთხელ კარგად გადაიკითხე. არ შეიძლება ასეთი საქციელები მიმართავ თვითონ ლუკა ძაძამიანს, რომ დაფიქრდეს პატარა ბავშვია მართლა ჯერ და ნუ ეხლა ვიღაცები დამიწყებენ 21 წლის არ არის ბავშვი, მაგრამ მაინც ბავშვია, კარგად დაფიქრდი და ჯერ კიდე გაქვს დრო რომ უარი თქვა იმ მაგაზე. მოსული იყავი ასე კი ბატონო გააგზელე ცხოვრება, სხვაგან იმუშავე, ისწავლე, ცოტა ჯერ ყველაფერი და ყველაფერს დავიდანო, ჯერ ისედაც არ შეიძლება 21 წლის ბიჭის წარდგენა საკრებულოებში და ეს რაღაცა საშინელი ამაზრზენი ნაცების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, რატო ვაგრძელებთ ქართულ ოცნებავ ამ დებილურ პრაქტიკას, ამ რაღაცა აი ბავშვების, როგორ ვთქვა, მოსყიდვის, გაფუჭების, გაუბედურების პრაქტიკას, რატო შვებით ამას? ეს ერთი, მეორე, მით უმეტეს არ შეიძლება ასეთ დროს ამ ბავშვს თქვენ წარმოიდეთ ცხოვრება დაუნგრიეთ, მომავალს უნგრევთ. ამ ბავშვს მომავალი აღარ ექნება, გინდა დარჩეთ თქვენ ხელისუფლების, გინდა არ დარჩეთ. ყველა ზიზღით შეხედავს ამ ბავშვს, თქვენიანის და სხვისიანის. ნუ დამაჯერებთ ეხლა რომ ვიღაცები გულით აპრავებთ და ალალად აპრავებთ ამ ბავშვს. გეზიზღებათ. უბრალოდ დავალება გაქვთ და უნდა გააправოთ. არ შეიძლება ძალიან წააგეთ. თქვენ მერე ვიღაცები და ნაცების წისქვილზე წყალს ასხამ მე დამიწყებეთ. აი ლუკა ძაძამიების წარმოჩენა და ლუკა ძაძამიების დაწინაურება არის ყველაზე მეტად ნაცების წისქვილზე წყლის დასხმა. ნუ შვებით ამას მიმართავ ქართულ ოცნებას, ჯერ კიდევ ვიმეორებ 21 წლის ბავშვები, როცა გჭირდებათ ბავშვები არიან კაცო და გამოხვალთ იქ და რაღაც ის აღმატე ბავშვები შეცდენილი ბავშვები და მე ამ ბავშვებს ბავშვი თუ არა ჯერ კიდე არა აქვს მაგდედე იოლად მოწყვლადი თუა ასე ვთქვათ, რა უნდა საკრებულოში, რა უნდა პარლამენტში. ამ ნაცების მავნე საზიზღარ პრაქტიკას რო აგრძელებთ, ესაა საშინელება და ბოროტად სარგებლობთ. თქვენ იმით რომ მართლა საზიზღარი მანიაკები არიან ნაცები და მართლა არ გვინდა ხალხს იმათი მოbrunება და თქვენ ამით ძალიან ბოროტად სარგებლობთ და მოვა დრო რომ აი ძალიან მაგრა ინანებთ აი იმას რომ ეს ვითარება ესე ბოროტად გამოიყენეთ ქოცებმა საშინელება შვებით და რა ვიცი ლუკა ძაძამია ისამძიმრებ გულით მეწოდები გონიერ საქართველოს გისურვებთ მეგობრებო კარგად ბრძანდებოდეთ